გამორჩეული, ლამაზი და ღრმადშინაარსიანი დღე, რომელიც გვახარებს, გვაიმედებს და გვასწავლის. გვახარებს იმიტომ, რომ ეს დღე კონკრეტულ ისტორიულ ეტაპზე მოასწავებდა დიდ ამბებს და დღესაც განსაკუთრებული ძალით შეგვახსენებს ამ ამბების შესახებ. გვაიმედებს იმით, რომ ღმერთმა არ დაივიწყა თავისი დანაპირები და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვჯეროდეს ღვთის სიტყვის და რომ ღვთის სიტყვა აუცილებლად შესრულდება. გვასწავლის იმით, რომ ადამიანმა, როდესაც ის სიტყვას იტყვის, არ უნდა დაივიწყოს თავის დანაპირები და უნდა შეასრულოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება არის შედეგი იოაკიმეს და ანას, ყოვლადწმინდა მარიამის მშობლების სულიერი ცხოვრებისა და ღვთისადმი მათი დანაპირების აღსრულებისა. ჩვენ, როდესაც ვლოცულობთ ღვთის წინაშე და ვითხოვთ შენდობას, იქვე ვამბობთ, ისევე შეგვინდე, როგორც ჩვენ შევუნდობთ. მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებმა ჩვენთან. ანუ ღმერთის დაპირება და მისი წყალობის მიღება ჩვენგან ასევე მოითხოვს ადეკვატურ ქმედებას და როდესაც დღევანდელ დღეს ამ ისტორიას ვიხსენებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას, ჩვენ ვხედავთ იოაკიმეს და ანას, მარიამის მშობლების განსაკუთრებულ რწმენას, რომელიც გამჟღავნდა მათ ქმედებაში. დიდი ლოცვით, სულიერი ცხოვრებით, ღვთისადმი ერთგულებით მათ მიეცათ შვილი და ამ ვედრებას სწორედ ასეთი აღთქმა უძღოდა: მოგვეცი შვილი და ჩვენ მას შენ შემოგწირავთ. ჩვენ განსაკუთრებით სასულიერო პირებმა ბევრი შემთხვევა ვიცით, როდესაც ადამიანი მოდის ღვთის წინაშე და ითხოვს რაღაც განსაკუთრებულ შეწევნას, განსაკუთრებული შემთხვევისთვის და ღმერთს პირდება, აღთქმას დებს, რომ ამის სანაცვლოდ ის გარკვეულ ვალდებულებას იღებს თავის თავზე და შემდგომ დავიწყდება თავისი ვალდებულება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს და პასუხისგებლობის გრძნობა გაგვაჩნდეს. სამყარო საოცრად არის მოწყობილი. ამ სამყაროში ყველას და ყველაფერს შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და როგორი იქნება სამყარო, ჩვენზე დიდად არის დამოკიდებული. როგორი იქნება სოფელი, ქალაქი, ქვეყანა, სახელმწიფო. ამიტომ ჩვენგან საჭიროა, რომ ყოველი სიტყვა, ყოველი ქმედება ექვემდებარებოდეს გონიერებას და შესაბამისი იყოს ჩვენი მოწოდებისა და დანიშნულებისა. შესატყვისი იყოს იმ ღმერთის განზრახულობისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ადამიანი და ყოველივე, რაც კი რამ შექმნა. ასე რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ვზეიმობთ, ხარობთ, იმედით ვსაზრდოობთ და ჩვენ ვსწავლობთ. ხედავთ, როგორ განსაცდელშია მსოფლიო, განსაცდელშია ხალხი. აი დღეს ვდგავართ ტაძარში, რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს, ნიღბები გვიკეთია და ისე ვსაუბრობთ. რატომ? განა ჩვენ ხედავთ საკუთარი თვალით აი ვირუსს, რომელსაც შეუძლია დიდი ზიანი მოგაყენოს, მე მგონი ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის შედეგებს. ეს შედეგები გვაიძულებს, რომ გავითვალისწინოთ ეს საფრთხე და მოვერიდოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ვირუსზე ვლაპარაკობთ. რაღა ვთქვათ ღმერთის შესახებ, რომელსაც ფიზიკური თვალი ვერ ხედავს, მაგრამ ხედავს სამყაროს, რომელიც ღმერთმა შექმნა. ხედავს იმ მოვლენებს, რომელსაც ადამიანური გონება ვერ ახსნის და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ეს არის ყველაზე მარტივი ახსნა ღმერთის მყოფობისა, როგორც ითხოვთ, ღმერთი მისსავე შექმნილი სამყაროთი იხილვების. ანუ ოსტატი ჩვენ ვიცით მისგან, რაც მან შექმნა და ჩვენი ცხოვრება, როგორც გონიერ არსებათა, უნდა აცნობიერებდეს ამას და ყველაფერი თვით განსაცდელიც კი
რომელიც შეიძლება ტკივილს გაყენებს, ძალიან ბევრ სირთულეს და პრობლემას გიქმნის შენ და შენ ფიზიკურ სიცოცხლეს. აი ყველაფერი ჩვენ გვეხმარება ღმერთის დანახვაში. არ შეგაშინოთ არაფერმა, არა შიშმა უნდა დაგვიპყროს, არამედ უნდა გამოვიჩინოთ ის სიყვარული, ადამიანისადმი სიყვარული და პატივისცემა და მტკიცე წმენა, გონიერება. შიში დიდ ზიანს აყენებს ადამიანს. ჩვენ არა შიში, არამედ გონიერება და სიფრთხილე გვმართებს. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგმადლოთ სიყვარული იმ დაგვარი, როგორიც იოაკიმეს და ანას გააჩნდა. დღესაც რო ვფიქრობთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის შესახებ, გვაოცებს, გვაკვირვებს, აღგვაფრთოვანებს, მიიყვანეს 3 წლის მარიამი და ტაძარს შეწირეს. და როგორ არის აღწერილი, რომ ტაძრის საფეხურებს 3 წლის ბავშვი დამოუკიდებლად გაივლის. მართლაც უნდა ხედავდე ღმერთს და გრძნობდე ღმერთს და იცოდე ღმერთი და ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი არაფერი არ არის. და აი საიდუმლო მართლაც ასევე ჩვენ გვაფიქრებს, როდესაც მღვდელმთავარი 3 წლის ყმაწვილ გოგონას შეიყვანს ტაძრის იმ ნაწილში, სადაც თვით მღვდელმთავარიც კი წელიწადში ერთხელ შედიოდა. ეს დიდი მოვლენების მომასწავლებელი იყო, თუმცა დრომდე ეს დაფარული იყო. აი სწორედ ასე ჩვენი სამომავლო ცხოვრება და ის თუ რა იქნება ხვალ და მომავალში, დრომდე დაფარულია. საკმაოდ დიდი გამოცდილება არის დაგროვილი ეკლესიაში იმისათვის, რომ ღვთისკურთხევა მივიღოთ, დავიმახოთ გულში და საშუალება მივცეთ, რომ აღმოცენდეს და ნაყოფი გამოიღოს. მადლობთ ღმერთს ჩვენ ყველაფრისთვის, დღევანდელი დღისთვის, განსაცდელისთვის, რომ იტყვიან სიხარულისთვის და ტკივილისთვის, რადგან ყოველივე ჩვენთვის არის სასწავლებელი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. აი ამ სიმაღლიდან, საიდანაც კოლხეთის დაბლობი როგორც ხელის გულზე ისე იხილვება, ვლოცავთ ჩვენ სრულიად საქართველოს. ვლოცავთ ჩვენს მოსახლეობას და ირგვლივ სამყაროს, რათა ღმერთმა მშვიდობა მოსცეს ერთსა ვისა, რათა ჩვენი გული აივსოს სიხარული, იმედით და რათა ჩვენ შევძლოთ ყოველი ცისმარე დღე, ყოველი მოვლენა გამოვიყენოთ ჩვენ და სასწავლებლად და ღმერთის უკეთ დასანახად. კურთხევა უფლისა იყოს თქვენზე, მისთა მადლითა და კაცთმოყარებითა. ამინ. ჩვენთანაც ღმერთს